აბა მორიელებო, მოდით ვნახოთ თქვენ როგორი დეკემბერი გელოდებათ და პირველ რიგში ამოვიღებ აფირმაციების დასტიდან წარმატების გასაღებით თქვენთვის აფირმაციას. ეს მორიელების დევიზია. მე მზად ვარ წარმატების მისაღებად და მისაღწევად. შეგიძლიათ დასკრინოთ და დააყენოთ თქვენს ეკრანზე მთელი დეკემბრის მანძილზე, როგორც თქვენი წარმატების აფირმაცია. ახლა კი მოდით ვნახოთ, რას გვაჩვენებს ტარო, როგორი იქნება თქვენი დეკემბერი. თვარა. აქ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გამოსვლა მოხდება თქვენი ერთი სიტუაციიდან, რომელიც არის რაღაცა შეფარვითი. თქვენი შიშების გაფანტვაც ხდება დეკემბერში, შეიძლება ითქვას გარკვეული შიშები, რომელიც არის თქვენში, თითქოს რაღაცა გაცნობიერება გამოგანათებინებთ ამ შიშებისგან განთავისუფლება მოხდება. ანუ თუ თქვენ ეჭვობდით, თუ იყო რაღაცა ეჭვიანობის მომენტი, ესეც გაგიქარწყლდებათ, თუ თქვა სასიყვარულო თემას შევხედავთ, ეჭვიანობის მომენტი, რაღაცა რაც იყო წარმოშობილი თქვენთან, ეს გაქარწყლდება. მეორე, თუ შევხედავთ მოქმედების თვალსაზრისით, დეკემბრის თვეში თუ რაღაცა თქვენ გაყოვნებდათ, რაღაცის გამო ნაბიჯს ვერ დგავდით და ჭოჭმანობდით, ამას მოახერხებთ, გამოავლენთ. აქ რა თქმა უნდა დახმარებაც მოდის თქვენთან, მეგობრის სახით და სიძლიერის სახით. თქვენი შინაგანი სიძლიერის გამოვლენა მოხდება და პირდაპირ გამოედინება, თქვათ ეს თქვენი ენერგია და ძალიან კარგ პოზიციებში გადავა. მოდით ვნახოთ აბა შემდეგი არკანით, რას მოგიტანთ ეს გამოვლენა. ესე იგი, ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეული თქვენი ცოდნის გამოვლინება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უკვე ძალიან ბევრი ცოდნა დაგროვილი, თქვენ ხართ მზად, რომ ეს ცოდნა გასცეთ, მაგრამ გაქვთ გარკვეული ეჭვები, რამდენად საჭიროა ეს, რამდენად არის საჭირო, რომ მისცე ვინმეს ეს ცოდნა და გაუზიარო. ამაზე ფიქრობთ. შესაძლოა უკვე დროა მოსული, რომ ეს გააკეთოთ და თქვენ გამოვლინდეთ თქვენი სიბრძნით და ცოდნით საზოგადოებაში, უფრო მეტად. ეს ერთი. მეორე მომენტი, ვიღაცისთვის, მორიელისთვის, ცოტა იქნება ჩაკეტილი დეკემბერი, ანუ აქ ბევრს იფიქრებთ, შეიძლება რაღაცა გარკვეულ დაფიქრების მომენტი, გააზრების მომენტი, რაღაცა თქვენი დეკემბერი მორიელებო არის ძალიან ესეთი სავსე, ქვეცნობიერთან დაკავშირებული ფიქრებით, გეგმების დალაგებით, რაღაცას აწყობთ თქვენ აშკარად, ძალიან ბევრი ფიქრი გაქვთ, რა როგორ იქნება, ცოტა ჩაკეტილი ხართ ახლა, იმიტომ რომ გეშინიათ ალბათ როგორ გამოვლინდება, ანუ რაღაცა მომავალზე ფიქრი არის აქ, თითქოს გინდათ რომ მომავალი წელი ისე დაგეგმოთ, რომ კარგი შედეგები მიიღოთ. აბა მოდით ვნახოთ შემდეგი ტარო რას გვაჩვენებს, როგორ მოახერხებთ თქვენ ამას. დარწმუნებული ვარ, მოახერხებთ, იმიტომ რომ ძლიერი ნიშანია, საკმაოდ მორიელი. კმაყოფილი იქნებით, იცით, დეკემბერში მოხდება რაღაცა გარკვეული შეხვედრებით, შეიძლება აქ იყოს, ხინში მოხდებით, რაღაც აი წინა მდგომარეობიდან დაფიქრების და იმის, ისეთი ამბავი მოვა, რომელიც გაგახარებთ, ანუ შედეგს მიიღებთ და ძალიან ბედნიერად მიემართებით. შეიძლება აქ გამოგიჩნდეთ ვინმე მეწყვილე, ვინც გაგახალისებთ. მორიელებმა გადაშვება იცით ხოლმე უწებ ემოციებში და ცოტა გაფრთხილებასაც მოდის, ცოტა დააკვირდით ვისთან ერთად იმხიარულებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კარგი იქნება თქვენთვის. ანუ აი ეს წინა საკითხები რაც არის, რომ ცოტა ესე ფიქრობთ მომავალი როგორ აწყობა შიშები გაქვთ რაღაცა, კარგად დაალაგებთ სიტუაციას და კარგ შედეგს მიიღებთ და მორიელები. ხო, აი ნახეთ, ისევ ეს თქვენი მომენტი. ძალიან ელოდებით რაღაცა სიტუაციის შეცვლას, ძალიან ელოდებით რომ იყოს სიტუაციის შეცვლილი, პირდაპირ ითხოვთ ამას და მიიღებთ თქვენი აი ეს მონდომება, ძალისხმევა, ბევრი ფიქრი მოგიტანთ შედეგს. უბრალოდ ძალიან ბევრს მოიფიქრებთ და თავს დაიტრკუნავთ ამით, იცით, დაიძაბავთ გონებას, ყველაფერი კარგად გადაწყდება, მთავარია მოტივაცია გქონდეთ, სურვილი გქონდეთ და მთავარია მოითხოვოთ. ანუ არის რაღაცები, რასაც შეიძლება მარტო ვერ უმკლავდებით და დახმარება ითხოვეთ დახმარება გვერდით მდგომი ხალხისგან, თქვენი ახლობლებისგან, მაღალი ძალებისგან, სამყაროსგან. ეხლა არის კიდევაც ეს პერიოდი, რომ მიიღოთ დახმარება, მოითხოვეთ და მოგეცემა. და თან ნახეთ როგორი მომენტია, თითქოს ვიღაცა პირდაპირ მოგივლით, რაღაცა ესეთი მომენტიც არის რა, ვიღაცა მოდის თქვენთან, რომ დაგიამოთ ეს თქვენი ჭრილობები და გიშუშოთ. ესეთი მომენტი იქნება. კარგს ელოდეთ მორიელებო, კარგს ელოდეთ. და თქვენი შიშები გაუშვით, თავის ჭამა იციან ხშირად მორიელებმა და აი რჩევასავით იქნება, რომ შეიჭამთ თავს ზედმეტი ფიქრებით. ყველაფერი კარგად იქნება.